ლურჯი რევიზია. ეს არის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც აერთიანებს საქართველოს საპროტესტო წარსულის გამოცდილებას და აწმოს. გივი ნასარიძისა და გოგა მამუკელაშვილის სადებიუტო ნამუშევარში საუბარია პროტესტის ძალაზე და ამ პროცესში დაპირისპირებული მხარეების კონსენსუსზე. ფილმი 9 აპრილიდან დღემდე ძალადობრივ მოვლენებს ასახავს, შეტაკებებისა და ქვეყნის შიდა უთანხმოებაზე გვიყვება. სიხარაგ და ელოდების სამყარო როდის დაგილაგებს პრობლემებს. და ამ დროს საერთოდ არაფრით არ განსხვავდები იმ ადამიანების, რომლებიც ყოველდღე გვარკვევენ. და შენ და შენი მეგობრები რით განსხვავდებთ იმით? ხო, რა თქვენ არ მიზღუდავთ მე თავისუფლებას? აბზივა რაღაცას ვლაპარაკობ, მინდა რომ ჩემი აზრი თქვენთვის მისაღები იყოს და როგორც კი განსხვავებულს ვიტყვი, რამეს პირდაპირ შეტევაზე გადმოდიხარ. იმიტომ რომ ვწდები. დღეს აქ რომ შემოგვივარდებიან და ხელკეტებით თავყბას დაგილეწავენ, მე რენ სიტყვა. მეც ესე ენაწყლიანად მოვაღებ პირს და მოყვები როგორ მიიწევს შენი ნარკვთული სრულყოფისაკენ. არავინ არ შემოგივარდება. არ შემოგვარდება. თქვენ ნახეთ ფრაგმენტი ფილმიდან ლურჯი რევიზია, რომელზეც მუშაობა ავტორებმა 2024 წლის თებერვალში დაიწყეს. გაზაფხული საპროტესტო ტალღა ფილმის გადაღების პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა. შეჩერებული გადაღებების შემდეგ უკვე რამდენიმე დღის წინ პრემიერად შედგა ფილმის თამაშზე მუშაობაც დასრულდა. ფილმში რუსთაველის თეატრის მსახიობები ლაშა ჯუხარიშვილი და ანა ამილახვარი ასრულებენ მთავარ როლს. ანა დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი იქნება, რომელიც ფილმის რეჟისორთან ერთად გვეწვია სტუდიაში. მოგესალმებით, გოგა მამუკელაშვილი იქნება ასევე ჩვენი სტუმარი. მადლობა. გილოცავთ პირველ რიგში, ფაქტობრივად პრემიერას უახლახანს შედგა, ხო, ჩვენ ვახსენეთ, რომ დაიწყო თებერვალში ფილმზე მუშაობა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ეს ფილმი და უკვე გამოხმაურებებიც მოყვა, ხო, რამდენიმე დღე და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ჯგუფი დაიტოვე და ჩვენ ამ ჯგუფს გულშემატკივრობთ შექმნის დღიდან და სწორედ გოგამ გადაწყვიტა, მოკლედ, რომ ამ ჯგუფისთვის გაემხილა პირველად ამ ფილმის არსებობა ასე ფართო მასშტაბით. ამიტომ უნდა დავიწყოთ გოგასგან. რატომ გაჩნდა იდეა, რომ დაგეწყოთ ამ თემატიკაზე მუშაობა? იმიტომ რომ თებერვალში მეტნაკლებად ასეთი რთული სიტუაცია, ასეთი დაძაბულობა არ იყო, ხო? თქვათ, რომ თქვათ საპროტესტო თემატიკა აგერჩიათ. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში აქ მოწვევისთვის. ფილმის იდეა გაჩნდა ერთ-ერთ გადაღებაზე, სადაც მივდიოდით გადასაღებად ერთ-ერთი ფილმის და იქ ერთ-ერთმა გადამღების ჯგუფის წევრმა თქვა, რომ გაიხსენა აქციაზე მომხდარი მოვლენა, როდესაც თავის რობოკოვებისგან ნასროლი გაზის ბოთლი ისროლა უკან დაუბრუნა რობოკოვებს და მეორე უმპასუხა, რომ ეს ბოთლი მოხვდა თავში. და ჩემს სცენარეჟისორს გივი ნასარიძეს გაუჩნდა იდეა, რომ გადაიღო ფილმი ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს გაიცნობენ ბარში და აღმოჩნდებიან ორ სხვადასხვა მხარეს. შემდეგ უკვე ეს იდეა განვითარდა და საბოლოოდ ანას დახმარებით დაუწერეს სცენარი ამ ფილმის თაობაზე. თემატურად ყოველთვის აქტუალურია ეს თემა ჩვენთვის, ამიტომ გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ამ თემაზე და გაგვეგზავნა ფესტივალებზე, მაგრამ შემდეგ უკვე ამ აქციების ფონზე მივხვდით, რომ ფესტივალებზე მეტად უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენ ეს ფილმი ხალხისთვის გაგვეკეთებინა, მათთვის გვეჩუქებინა და დაიტოვოშიც იმიტომ გავავრცელე, რომ რეალურად ამ ადამიანებზეა, ვინც იქ არიან, არა მხოლოდ ამ ადამიანებზე, ზოგადად საქართველოს მოსახლეობაზე ეს ფილმი და იმ ორ დაპირისპირებულ მხარეზე, რომელიც უკვე წლების განმავლობაში არსებობს ჩვენთან და აი სანამ დავუბრუნდებით თქვა გადაღებების პროცესს და ანასთანაც გადავალთ, ალბათ ვისაუბრებთ, როგორი იყო მუშაობა ფილმზე. მანამდე გოგა ის საინტერესოა შენი მხრიდან, ხო დღეს ვსაუბრობთ სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები როგორ შეიძლება ამბობდნენ თავის სათქმელს, ხო და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ასეთი მკაფიო იყოს ეს სათქმელი. მით უმეტეს თქვა იმ გაყალბებული არჩევნების ფონზე, რაც ვნახეთ, ხო ეს დღეები, როგორი სიტუაციაც იყო ჩვენს გარშემო, აქციები გვახსოვს. შენი მთავარი სათქმელი, მთავარი მიზანი რა იყო ამ ფილმის კეთებისას? ჩემთვის როგორც ხელოვანისთვის, ადამიანის რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხელოვანი იყოს, ჩემთვის შეუძლებელია, რომ ოდესმე იყო კმაყოფილი იმ გარემოებით, რაც გარშემო ხდება და ყოველთვის შენი ხელოვნებით უნდა ცდილობდე იმ პრობლემის გამოჩენას და გაპროტესტებას, რაც ყოველთვის იქნება ყველა დროში. და ჩემი მთავარი სათქმელი ამ ფილმით, ჩვენი მთავარი სათქმელი უბრალოდ რადგან ეს ფილმი ეკუთვნის ყველას, ვინც მასზე იმუშავა და მადლობას უხდი მათ კიდევ ერთხელ სრულიად უსასყიდლოდ.
და ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გიორგი სააკაძე და ცოტნი დადიანი ერთნაირად უყვართ და შესაბამისად ერთი იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოს ერთგული იყო, მეორე იყო ადამიანი, რომელიც ჯერ მოღალატე იყო, შემდეგ და საბოლოოდ გმირად დაამახსოვრდა ხალხს და დღესაც იგივე სიტუაციაა. ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც დღეს ტარს უკრავთ და წარსულში ვაპროტესტებდით და ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სათქმელი ეს იყო, რომ აქედან გამომდინარე ჭეშმარიტება არის ისეთი რაღაც, რითიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, ჩვენ ყველა ქმედებას რაღაცით ვამართლებთ და ამ გამართლებაში ვერ იქნება ჭეშმარიტება სწორი, თუ კი ის სხვის თავისუფლებას ეხება და სხვა ზიანს მიაყენებს. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ვეცადეთ დაგვენახებინა ის გარემოება, სადაც ორი სრულიად განსხვავებული შეხედულების ადამიანები რაღაცნაირად თანაცხოვრებას შეძლებენ. ერთია თანაცხოვრებას და მეორე ის რომ თავარზე თანხმდებიან ხო ფილმის ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე საგულისხმო იყო და საინტერესო რომ სამშობლო რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამაზე თანხმდებიან თუმცა სხვადასხვანაირად გამოხატავენ ხო ანა შენ მიიღე მონაწილეობა თან სცენარის წერაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თუ ქონი ასეთი გამოცდილება ესეც რომ გაგვიზიარო და შენთვის რამდენად საინტერესო იყო ამ თემატიკაზე მუშაობა თან ასრულებ პერსონაჟის როლს რომელიც არის აქტივისტი და კადრებიც არის თქვათ როგორ ზიანდება ერთ-ერთი აქციის შემდეგ ფიზიკურ დაზიანებებზეა საუბარი და ეს ყველაფერი ალბათ თუ არ გაგივლია საკუთარ თავზე შეიძლება ძალიან ძნელი იყოს ხო რაღაც მომენტში რომ თქვათ შეიგრძნო ისე რომ მე უკვე მაყურებელს ეს გრძნობები გაუზიარო. კი ბატონო. არასოდეს არაფერი მანამდე ესეთი მნიშვნელობაში თან ავტორობას გულისხმობ არ მიმიღია მონაწილეობა ეს თავისთავად მოხდა დიალოგში მოხდა როგორც ამ ფილმში არის ამიტომ ვუსვამთ ხაზს რომ დიალოგია უპირველესი და აუცილებელი და ამ დიალოგში იბადება ჭეშმარიტება ნებისმიერი მიმართულებით და ამის გარეშე უბრალოდ გავნადგურდებით და არაფერი არ იქნება ის რომ თავი არ გაუტეხი არავის ნამდვილად, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ბევრი ტკივილი განვიცადე, ბევრჯერ მატკინეს გული, უსამართლოდ ბევრჯერ დავისაჯე, ამ აქციების პროცესში დავუკარგე სამსახური, რომელიც ძალიან მომწონდა და იმის გამო რომ დავგმე ძალადობა და ვთქვი რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ვის რა პოზიციას არ უნდა გქონდეს, როგორი უმცირესობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და საერთოდ რა ფორმისაც არ უნდა იყოს, მას აქვს უფლება რომ გქონდეს პროტესტი და არავის აქვს უფლება რომ ცემოს მეორე. სწორედ ამიტომ მივეცით ხმა, ასე ვთქვათ, ამ ხალხს, იმიტომ იყვნენ 12 წელიწადი, რომ ეს იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და თუ იგივე უნდა განმეორებულიყო, მაშინ რა აზრი ქონდა, ხვდებით და ეს რაღაც ციკლია, წრეზე მოძრაობთ, არაფერი ახალი არ ხდება, არაფერი აღარ მაგდებს შოქში, არც ამ არჩევნების ასეთი წარმართვა არ ყოფილა ჩემთვის ასე თუ ისე მოულოდნელი, მაგრამ ამ ფილმით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველას აბსოლუტურად ოპოზიციას თუ ოპოზიციას მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხრისკენ იხედება რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს რაღაცა მნიშვნელოვანს ვიძახით რადგან ამდენი ხანი სიცივეში, ქარში, უბედურებაში გამოვედით, ვიდექით, ვტკივა და ასე შემდეგ ფილმებს ვიღებთ, სპექტაკლებს ვდგამთ და თითქოს არავის არ ესმის და პედესტალიდან ისეთ რაღაცებს ვიგებთ, რაც შეუთავსებელია აშკარად ჩვენს ყოფასთან, ყოველ შემთხვევაში ჩემს ყოფასთან, სხვისი არ ვიცი და მე ჩემთვის უპირველესი იცით რა არის ინდივიდუალური მუშაობის თვალსაზრისითაც რა რომ ჯერ უნდა დავინახო პრობლემა, ჩავხედო მას თვალებში და დავიწყო მასზე მუშაობა, ვიყო გულახდილი, ვაღიარო ამ პრობლემის არსებობა და ასევეა სახელმწიფო თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენი პრობლემები, თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენი მოწინააღმდეგეები, მაშინ ჩვენ ვერ გავიზრდებით ვერანაირად. ამიტომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება
თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამიერიდან პოზიციისაც და ოპოზიციისაც და რაც შეეხება ხელოვანს, ხელოვანის მთავარი იარაღი არის სცენა, კამერები, წერა და ასე შემდეგ და სამსახური დავკარგეთ, თანაც საყვარელი სამსახური. რა სამუშაოს ეწეოდით? წამყვანი ვიყავი სახალისო გადაცემის და ძალიან მიყვარს ის ხალხი, ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად მქონდა ურთიერთობა. და თქვენი აქტივიზმს შეეწირა ეს სამუშაო? ხო, ჩემს პროტესტს Facebook-ზე რომ ეს ძალადობა უნდა დამთავრდეს. შეხედულებას ესე რა ვთქვა. ხო, ჩემს შეხედულებას თან რაზე? ყველაზე ფუნდამენტალური ჩემი უფლება, რომ გამოვხატო ჯერ ერთი ჩემს სივრცეში ჩემი პოზიცია და თან როგორი არაძალადობას, მაგრამ ხო, ეს დიდი ხანია, ესე გრძელდება უკვე. 12 წელი თუ 33 წელი, კი, აი ზუსტად დამოუკიდებლობის ხელა ვარ მე. აი ამდენი ხანია ეს გრძელდება ჩემს თავს ყოველ შემთხვევაში. ერთი Facebook პოსტი აღმოჩნდა. ხო, ერთი Facebook, კი ბატონო. კი ბატონო. დასახელებული თქვენი სამსახური და ჩემთვის ჯერ კიდევ აი მაგ ფაქტამდე რაღაცნაირად გულუბრყვილო ვიყავი და მეგონა რომ დაუშვებელი იქნებოდა ეს ჩემს ქვეყანაში და ესე არ აღმოჩნდა ძალიან მწუხარ და ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი და წვრილმანი რომელსაც ყურადღება არ მიექცა და აქამდე მიგვიყვანა და მე მგონი უფრო გულისყურით უნდა დავუგდოთ ერთმანეთს ყური და თვალი და ყველაფერი საერთოდ თქვენი უფლებებისთვის ბრძოლა ხوار გიცდიათ სამსახურში აღდგენის მიზნით? არა, არ მიცდია. რატომ? იმიტომ რომ მათ აზრს პატივსემ. მათ შეხედულებას. და ომი არ მჭირდება. და იმის გამო რომ ომი არ მჭირდება, ძალიან ბევრი რაღაც შევწირე ჩემი მხრიდან და ასე შეწირა. კი ბატონო, ასე შეწირა. კი ბატონო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აი თქვენ ახსენეთ რომ თქვენ ისე დროს დაიწყეთო რომ ჯერ კიდევ სიჩუმე იყო და ეს იყო სიჩუმე დიდი ცუნამის წინ ძალიან დიდი ხანი ჩუმად ვიყავით და ვერაფერს ვერ ვამბობდით ვაცადოთ აი კიდევ ვაცადოთ და მოლოდინის რეჟიმი იყო თითქოს 10 წელი 33 წელი შეიძლება ესე ქვეყნისთვის ბუნებისთვის არაფერი არ არის მაგრამ ერთი ცხოვრება მაქვს ერთხელ მოვედი ამ პლანეტაზე ამ ქვეყანაში კი არა ამ პლანეტაზე და მინდა რომ ღირსეულად ვიცხოვრო ანუ მარტო აპლოდისმენტები იქ აღიარება აქ თქვენთან მოპატიჟება არ არის საკმარისი ხო მე უნდა ვიცხოვრო მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ცხოვრებაზე ჩემი შვილის ცხოვრებაზე ჯამრთელ და პროდუქტიულ არსებობაზე და არ გამოდის ესე უყურადღებოთ მე კადრები ვნახე ფილმიდან და რომ დაუბრუნდეთ ისევ ფილმს და პარალელი გავავლოთ თქვენსა და ფილმის გმირს შორის. რამდენად ემთხვევა თქვენი აზრები ერთმანეთს? ზოგადად თქვენი მოსაზრება, ხო, ჩვენს ყოფაში, ჩვენს ცხოვრებაში და შემდეგ ფილმში იმ გმირის აზრები, შენი აზრები. ყველაფერი ემთხვევა. ყველაფერი ჩვენი ნატურალური დიალოგიდან დაიბადა და დაიწერა და მას მხატვრული სახე მიეცა და უფრო გაფერად და ასე ვთქვათ. ფილმი მხატვრულია, თუმცა ის რომ დოკუმენტური მასალაა გამოყენებული, უფრო რაღაც ცოცხალს ხდის. საუბარი სხვანაირი გვაქვს. აი ეს არ არის ძალიან ყოფითი საუბარი, ცოტა უფრო ლიტერატურული არის და ეს განზრახ გაკეთდა, იმიტომ რომ არ გვინდა და არც ერთი სიტყვის დაკარგვა ასე ვთქვათ. გოგა, კითხვით გადმოვალ შენთან ვიცი რომ ეს ფილმი ახსენე კიდევაც საუბრის დროს ფესტივალებზე გასაგზავნად ქონდა გამზადებული, მაგრამ ამ დღეებში მიხვდი რომ მისი გასაჯაროება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ის YouTube-ზეა, როგორც ვიცი, ხო, ატვირთული. ფილმს ქვია ლურჯი რევიზია, ხო, ამ სახელწოდებით ვეიპოვის დაინტერესებული მაყურებელი. მე მინდა კითხო ერთი რამ, აი ფილმიდან ამონარიდი, რომელიც ჩვენს მაყურებელს ლიზა მოსიძემ შესთავაზა, ხო? რას ვხედავდით ჩვენ აქ? ორ გმირს, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს და
თანაცხოვრების რაღაც მოდელზე უნდა შეთანხმდნენ, ხო? იმიტომ რომ ძალიან მკაცრია ანა როცა ეცოდება, რომ იმიტომ რომ ცდები, აი რაღაც მეორე ფრაზა იყო ეს და რადგან ადამიანები ცდებიან, ამიტომ როგორ უნდა ვიპოვოთ ეს გასაღები თანაცხოვრების, ხო? ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებმა ერთად. ეს ფილმი ამ გასაღებს აპონინებს მაყურებელს. მით უმეტეს, როდესაც კითხვა არ დაგავიწყოთ, მით უმეტეს, ანამ აღნიშნა საუბარში, მის მონოლოგში, რომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა განსხვავებული მოსაზრების და მიუხედავად უნდა გვიყვარდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი და ბოლო-ბოლო მივიდეთ აქამდე, ხო ესე იყო? და აი ეს კიდევ გვიწყობს ხელს ალბათ უფრო სწორი პასუხი მივიღოთ თქვენგან. ჩემთვის ადამიანი არის კეთილშობილი არსება და აქედან გამომდინარე იმ გაგებით ვამბობ ამას, რომ იმჯერა რომ თუ ადამიანი რაღაცას აკეთებს იმიტომ რომ თავის თავში ეს გამართლებული იყოს. შეიძლება უმეტესობისთვის ეს არასწორი საქციელი იყოს, მაგრამ მის თავში თუ ადამიანმა არ გაამართლა თავისი ქმედება, იმ შემთხვევაში არ ამგონია რომ მან განზრახ ბოროტება ჩაიდინოს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ამ დიალოგის თავარი შინაარსი არის, რომ ორივე მართალია. ორივე თავის თავში მართალია, ორივე არც ერთი არ არის იდიოტი, არც ერთი არ არის, ორივემ კარგად იცის და მე ზოგადად არ მიყვარს ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენება ან გაკრიტიკება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მე რო ვიღაც ისეთი ადამიანის ცხოვრებით მეცხოვრა, ვინც არ მომწონს, მეც მისნაირად ვიცხოვრებდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აი ეს გამოსავალზე, რასაც მეუბნებით, რომ ჩემი აზრით რა არის გამოსავალი ჩემთვის მე პირადად თანაცხოვრობ ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან ისე რომ შემიძლია მათ მოусმინო, ჩემი აზრი გაუზიარო და აქედან გამომდინარე პატივისცეთ ერთმანეთს და არ მივიდე საქმე იქამდე რომ ერთმანეთის თავისუფლება, ჯანმრთელობა რაღაც არ შევახოს. და მე მგონია რომ ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი უბრალოდ ადამიანები ყველაფერს ვართულებთ და ცხადია. აქედან გამომდინარე არ მგონია რომ ეს ამბავი არის ჩემთვის პირადად ამ ფილმის თავარი ჩვენთვის მთელი ჯგუფისთვის ამ ფილმის თავარი იდეა იყო ის რომ უბრალოდ გვერდიდან გვეჩვენებინა ის რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვაკეთებთ. ზოგადად შემოქმედებით ის ამბავიც ეგაა რომ გვერდიდან მესამე თვალით დავინახოთ ის რაც ხდება და მე ვერ დავიჭერ პოზიციას, ვერ ვეთქვი ვიღაცას რომ აი შენ ესე იცხოვრე და გამოასწორებ. უბრალოდ მე მიმაჩნია რომ თუ ადამიანები გვერდიდან შეხედავენ ამ ყველაფერს, თვითონვე იპოვიან გამოსავალს და ის გამოსავალი ორივეში დავამატებ რა ორივე პერსონაჟის ხიბლი ზუსტად ის არის რომ მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, მკაფიო, მაგრამ კითხვის ნიშანს მაინც ტოვებენ. იქნებ მართალია და ორივე ერთმანეთს ეხმარება გაცნობიერებაში. ლურჯი რევიზია, ასე ქვია, ფილმს, რომელიც საგანგებოდ გამოქვეყნდა სწორედ ამ დღეებში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ფოკუსირება ღირს და ფილმის ნახვა საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენ გადაცემის მაყურებლისთვის. გოგა, მე მინდა მადლობა გადაგიხადო და ანა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. გოგას მიულოცოთ და ოდნავ დაგვიანებით ოქროს თვალის გამარჯვებული რომ გახდი, ეს პირველი სადებიუტო ნამუშევარია როგორც რეჟისორისთვის, მაგრამ როგორც ოპერატორს და სცენარისტს არაერთ პროექტზე აქვს ნამუშევარი.